რისი შიში გაქვს? რაღაცაზე უარი რომ მითხრენ, უარყოფის. ბარემ ჩემთან ერთად დაძლია ეს შიში და მოიგე 50 ლარი და 3 ყუთი ბარემის შოკოლადის ბატონი. ახლავე? კი ახლავე, წამო. იმისათვის რომ უარყოფის შიში დაძლიო, ხის ბოლომდე მინიმუმ 4 უარი უნდა დააბრალო. ამისათვის კი მოგცემ მე 4 დავალებას. მზად ხარ? მაშინ შენი პირველი დავალება შემდეგია. სთხოვე უცნობს ხელი მოაწეროს პეტიციას, რომ ყველა მარიამს გადაერქვას სახელი და დაერქვას ნინო. და ბარემ აი ესეც გამოიყენე. ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ ყველა მარიამს გადაერქვას სახელი და დაერქვას ნინო. გამარჯობა, ვარ წუთქთალიად. ეს არის პეტიცია იმის შესახებ, რომ მარიამებს გადაერქვათ სახელი და დაერქვათ ნინო. სადაც ხარ მომწერთ? მარიამი გამრაზდება. თუ ხარ თანახმარო, ყველა მარიამს გადაერქვათ სახელი და დაერქვას ნინო. კი, თანახმა ვარ. თანახმა ხარ, რომ ყველა მარიამს გადაერქვათ სახელი და დაერქვას ნინო? პირველი დავალება წარმატებით შეასრულე. მზად ხარ მეორე უფრო რთული დავალებისთვის? კი. მაშინ ბარემ მიდი მოლარესთან და სთხოვე რომ ძურიანი პროდუქტი იაფად მოყიდოს. გამარჯობა. ბანა ის მოძი რა ღირს? 11 ღირს. ორ ლარად ვერ მომყიდეთ. ორ ლარად. კარგი, თქო. მესამე დავალება. დაურეკე მეგობარს და სთხოვე რომ 2000 ლარი გასაცნოს. და რა ვუთხრა, რა შემჭირდება თქო. რავი, რაც გინდა ის უთხარ. 2000 ლარი ხო არ გაქვს რომ ასეს ხო? არა, შეგჭირდება. ჩემს კატას აქვს დაბადების დღე და ფული არ მაქვს და არ გაქვს რომ ასეს ხო? ცუდად ხო არ. აი, ანუ არ გაქვს. ანუ მიჟმოტავ? ანუ მიჟმოტავ. კარგი, მეოთხე დავალება. სთხოვე გამოს რომ გიმღეროს და სანაცვლოდ ბარემის შოკოლადი გადაეცე. ოღონდ დავალება იქამდე არ იქნება შესრულებული, სანამ ვინმეს მართლა არ დაითანხმება. კარგი. გამარჯობა. ჩვენთან ერთად ვიმღერებთ, აი ამ ბარემის შოკოლადს გადმოგცემთ. არ შემიძლია. გამარჯობა. ჩვენთან ერთად ერთ სიმღერას ვიმღერებთ, აი ამ ბარემის შოკოლადს გათვქებთ. Yes, ეგა. მე კი შენთან ყოფნა. ნუ შეგესინებს ეჭორები. კომრაც უნდა ისი ფიქროს. უარყოფის შიშის წარმატებით დაძლევისთვის 3 ყუთი ბარემის შოკოლადის ბატონი და 50 ლარი შენია. მადლობა. აბა როგორ გესმენთ თავს? ისევ გეშინია უარის პირების? დღეს იმდენი უარი მივიღე, რომ მე მგონი არა. და შემდეგში ის შიში დავძლიოთ. დაგვიწერეთ კომენტარებში.